ანალიზებ, რომ კარები არ არსებობს. აანალიზებ, რომ კარები იყო შენი ფანტაზიის ნაწილი. და ისე მარტივად შეიძლება ამ კარებს იქეთ გადაფრენაც კი. რომ ეს ყველაფერი შესაძლოა გაცინებს ახლა. შფოთვა, რაღაცნაირი გაურკვეველი შფოთვა. ახურებული ყურები, მესიჯები, აზრები. რა მესიჯები და აზრები და რისი გაზიარება მოთხოვეს თქვენთან. ჩემ გამოცდილებების წარსულიდან, რომლებმაც ძალიან დიდი გავლენა იქონიეს ჩემზე. ხანდახან წარსულში ვერ ხვდებოდი, რისთვის გავდიოდი და რატომღაც მთხოვეს, რომ მომეყოლა ჩემს გამოცდილებაზე როგორ ვისწავლი იტალიური. ეხლა ნელ-ნელა ცოტა ვსწავლობ ვიეტნამურს და ეს არის ჩემი მეექვსე ენა. ძალიან ნორმა მეგონა, რომ ამდენ ენაზე ვსაუბრობ და როცა გავიზარდე მივხვდი, რომ ყველა ასე არა. აი კიდევ ხედავ ამ სინათლეს. როგორი ლამაზია. და ნელ-ნელა okay, anyways. იმ მომენტში იქ რომ ვიყავი, ვერ ვაანალიზებდი, როგორი განსაკუთრებული გამოცდილება იყო, მაგრამ წლების შემდეგ, როცა მე იტალიურად დავიწყე, შემდეგ წლების რა თვეების შემდეგ, როცა მე იტალიურად მარტივად დავიწყე ლაპარაკი, მივხვდი, რომ ვაუ, ანუ სწავლა და გამოცდილების მიღება, ანუ ასეც შეიძლება, ხო? ვსაუბრობ ქართულად, რუსულად, ნახევად რუსი ვარ, ინგლისურად, იტალიურად, ლიტვურად და ეხლა ცოტა სწავლობ ვიეტნამურს. ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია ძალიან. საქართველოს საერთოდ რო აღმოჩნდა, ეგ შოკი იყო, იმიტომ რომ ანუ არ ვცხოვრობ, რა ზოგადად საქართველოში ვცხოვრობ, აი სადაც მომიპრიანება იქ, სადაც ვგრძნობ, რომ მეთავს ყოფილ ვზობ იქ. საქართველოს ჩემი აღმოჩენა იყო ძალიან რენდომ მომენტი, მაგრამ ამაზე არ არის ხა ეს მესიჯი. აი როცა იტალიაზე მომინდა მოყოლა. აი ესე ყოველთვის მე რაღაცა ლაქშერული ცხოვრების შეგრძნება ფუფუნების. და ნუ ჩემი ოჯახი არ არის მდიდარი საერთოდ, მაგრამ ჩემი მეორე ოჯახის მეორე ნაწილი ძალიან მდიდარი გავლენიანი ხალხია საქართველოში. და აი მათთან რაღაცა წელიწადში რამდენჯერმე საკურამოში რო ავიდოდი და რო ხედავდი, ხო, ანუ აი მოსამსახურეებს და აი ცნობად ადამიანებს და ფულებს, ანუ შოკში ვარდებოდი რა, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ეგენიც ადამიანები არიან, მათაც თავიანთი გასჭირვებიათ და ყველას ჩვენი პრობლემა გვაქვს რა, მაგრამ მე მინდოდა უკვე ჩემი ფუნების პოვნა, ჩემთვის რა არის ლაქშერი. და ასე იტალიაში ფულით ამგვარად couchsurfing-ს რო გადამეხადა რა ის ფი. და Facebook-ის გრუპაში ვიპოვე ესე იგი განცხადება, სადაც ეძებდნენ ძიძას და ჩემი მშობლები მე რო ვსწავლობდი ლიტვაში, ვილნიუსში, გრაფიკულ დიზაინს და მარკეტინგზე, მიგზავნიან 80 ევროს თვეში, დასაწყისში. მე უკვე მაგას ვეღარ მიგზავნიდნენ. ის პერიოდი აი უბრალოდ ხილვარი როგორც რა და სიგიჟეები რო ხდება საქართველოში. და ნუ დორმიტორიაში ვიხდიდი 65 თუ 70 ევროს დაახლოებით. ეხლა 30 ევროზე, 30 ლარზე ხო ხდებით რა, ანუ ეს რო წარმოიდგინოთ როგორ უნდა ჭამო ხო ადამიანმა. ეხლა პურის მომიპარავს და კვერცხიც და შამპუნიც, ქართული ფესვები. ხო და ნუ ეხლა პროსტიტუციაში დიდად არ მინდოდა წასვლა, ხო ხდებით რა, ეხლა დამლაგებლადაც რაღაც მიცდია, დამლაგებლადაც მიმუშავია. ვანის გახეხვა რომ თხოვეს და აი წელი რო ლამის გამწყდა, მეთქი არა, ანუ შანსი არ არის მე რო ეხლა აი ძალიან რთულია, აი ვინც დამლაგებლად მუშაობთ, ვინც cleaning service უწევთ ადამიანებს, აი ქებს ვიხრი თქვენს წინ, იმიტომ რომ ძალიან რთულია, მართლა. და ამიტომ ვმუშაობდი ძიძად, ძალიან ბევრ მაგარ ძალიან მდიდარ ოჯახში რა, ეს VIP ძიძა ვიყავი. ჩემი
კურსელები თუ რაღაც 5, 7, 8 ევროს იღებდნენ საათში, მე ვიღებდი 10-დან 15 ევრომდე და ხო ხვდებით, ანუ უკვე ხვდებოდი, რომ მე სხვა ლეველის ხალხთან მინდოდა მუშაობა რა. და ეს აღმოჩნდა იტალიაში, სადაც ცხოვრობდი უდიდეს ვილაზე, სადაც იყო ზეთუნის ოლივს ფერმა და ამ ბავშვებმა, ვისაც მე ვმუშაობდი ძიძად, ასე ვმუშაობდი ინგლისურის მასწავლებლად რა. და ვასწავლედი ინგლისურს. ანუ კაცშვილი არსებობდა ინგლისურად დიდად მანდ. და აი როგორი სახლი იყო, იცით? თან სექსი დედა, ხო ხდებით, ბავშვები რომ ლუბრიკანტს პოულობენ დურექსის და ვაი მე ეს რა და სათამაშოა და აი რაღაცა ძალიან cute sexy mama და ბებერი mama, კაცი ესეთი, ხო ხდებით. ფერმერი ესეთი ზაგრიანი ჩაკუნთული და ესეთი სექსი დედიკო მამი და მომწეს ცალკე საძინებელი, ცალკე ვანა ტუალეტი და მაშინ პირველად ცხოვრობდი ესეთი საძინებელში ცხოვრებაში, ესეთი საწოლში შოკი იყო მაშინ და ძალიან კარგ ფულს მიხდიდნენ რა და რა თქმა უნდა ახლა არც საჭმელში გაკეთებაში ვეხმარებოდი ხოლმე რა თქმა უნდა და ანუ ძალიან რაღაც სიგიჟეები ხდებოდა ისეთი ლეველის გაქანების ხალხი იყო რა და როგორ ტახზე მიდოდა მომეხო ძალიან ანუ ტახი ითხოვეს დაბადების დღეზე ამ გოგოებმა ერთხელ რა როგორ მახსოვს აი როგორ უხაროდა ამ გოგოებს როგორ უხაროდა დედას ამ ტახის მერე მომზადება და ეწოდათ პრინცესუკა გოგოები ვარდისფერ კაპებში ვარდისფერი ანუ პლასმასის თეფშებზე იმუშავებიან რა ბავშვების დაბადების დღეზე თავს აიტანჯავენ იტალიელები ესეთი ვარდისფერი პრინცესების თეფშებზე აი ეს ტახი უხრათ და ხელებით რო ჭამენი ზელენ ზედ და მამა ბედნიერი და ბედნიერი ბავშვები ყველა ბედნიერია ტახი ნუ არ არის ბედნიერი მაგრამ ყველა ბედნიერია ხო ხვდებით და იტალიურიც როგორ შემომესწავლა, ანუ ინგლისურს ვასწავლედი, ანუ არ იცოდნენ ბავშვებმა რა, ასწავლეთ. და თითოეულში ეს რა არის? მაგიდა table, ხო? დავალო იდარიურად, ხო? ოკეი, ანუ სანამ ისინი სწავლობდნენ, მე სწავლობდი და ამას ქვია თამაშის ფორმა. და ვიღებდი უდიდეს კაიფს, რომ აი ესე ვასწავლედი ბავშვებს. და მივხვდი, რომ აი ესე თამაშითაც შეიძლება ფულის გამოშვება, თამაშით არ არის საჭირო, რომ ვიტანჯებოდე, ისევ ხეხავდე ვანებს, მუშაობდე გიჟივი ძიძად 5000 ოჯახში შეიძლება ასე თამაშით თურმე ფულის გამომუშავება, კაიფის მიღება, სიამოვნების მიღება და თან ოჯახისგან, აი ამ ოჯახისგან იმის სწავლა თუ რა არის ფუფუნება. მანდ მივხვდი ჩემთვის რეალურად ფუფუნების ფორმულა რა არის, ეს არის ზრუნვა. ნამდვილი ფუფუნება არის ზრუნვა. ნამდვილი ფუფუნება არის დროის დათმობა, სიყვარული არის ნამდვილი ფუფუნება. იმის კეთება, რაც გიყვარს, არის ნამდვილი ფუფუნება. ანუ აი აქამდე თუ მოხვედე მომისმინე, ხო? მინდა გაიაზრო, რომ თავი წარმოიდგინო. დაინახო და წარმოიდგინო. აი ნახატები დავინახე უცებ. აი ეს ნახატებადაც ვხედავ. ჩემი ხედვები მოდის ესე ნახატებად. აი ახლა ხო რაღაცნაირად ძალიან მძიმე გრძნობს, მაგრამ აი უკვე ავაფეთ ხდებოდი ეს ვიდეო რო არ ჩამეწერე, იმიტომ რომ ნახატებად ვხედავდი, რომ ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ვიდეოს ნახვა. აი ეს ნახატებად ხო გონებაში წარმოვიდგინე და დავინახე, რომ მე ფუფუნებაში და ფუფუნებასთან უნდა ვიყო. ძალიან ანუ არ კეთილითან რაღაც ძალიან ესეთი. აი ბავშვობაში როგორ ვის 10 ლარი მომქონდა მამა ჩემს დღეში ჩვენთვის. და ჩემ ეგონა მაიონეზს, სიგარეტს, პურს, რაღაც ბოსტნეულს, ხორცს და აი ხან ანუ ეს 10 ლარში რა ყველაფერი რა თქმა უნდა ანუ ზოგადად 10 ლარი დღეში ხომ, მაგრამ ინახავდა დედა ჩემი ამ ყველაფერს.
ბაზარს და მე რაღაცნაირად ბაზარში მივიდეთ, სამგორის ბაზარი, დეზერტირების ბაზარი, ხო? ანუ ფასებს ვადარებდით, იქ როგორ ფასია, აქ როგორ ფასია, აქ შევაჭრა, იქ შევაჭრა, იქ ფასი დააგდო, ხვდებით? აი რაღაცა ესეთ რაღაც ჩიბუჭილობაში გავიზარდეთ, სადაც აი ამის უფლება არ მქონდა, როგორ მახსოვს ერთხელ 100 ლარი მაჩუქეს თუ რაღაცა წამართვეს, რომ კალბასი ვიღებ, აი კალბასი დღემდე ეზიზღება მაგის გამო, ანუ აი თუ არ ვთანიც რა თავს ღარიბად არ ვთვლიდი. არ ვთვლიდი, რომ რაღაც მაკლდა. იმიტომ რომ ყოველთვის მქონდა ეს ნახატები გონებაში რა, წარმოდგენა, რომ აი ვიცოდი, რომ მეტისთვის ვარ. შესაძლოა შენც ეგრე ხარ, შესაძლოა შენც ეგრე გრძნობ, რომ მეტისთვის ხარ დაბადებული, მეტი შეგიძლია. მეტი ფული, მეტი ფუფუნება, მეტი წარმატება და იყლიბ ვეღარ რაღაცა თქოს არასდროს სასუბრებას ამოიღო ხმა და ძალიან გტკივა ამის გამო, ძალიან ნანობ ამის გამო და ვგრძნობ ხა შენს ტკივილს. ვისთანაც ეს მესიჯი მივა ამ კოლექტივის მესიჯი, ანუ ეს ჩემი ემოციები ახლა არ არის. ეს იმ გოგოების და იმ ბიჭების თუ ტრანსების ემოციები არის. ვიც აი ესე ბოჭავს თავის თავს, არ აწყებს თავის თავს უფლებას, აი ნახატებს მიყვეს და არა მომელა და არ გელანდება. ეს ნახატები, ეს იდეები, ყველაფერი გონებაში რაც მოგდის არის შენი ალტერნატიული რეალობა. და ალტერნატიულ რეალობაში რომ გადახვიდეთ ჩემო პატარა. ამ ნერვული სისტემის დამშვიდება უნდა ისწავლო. და ნერვული სისტემის დამშვიდება შენთვის არავის არ უსწავლია. და მწარე სიმართლე. არავინ არ არის ვალდებული რომ გასწავლოს. არავინ არ არის ვალდებული რომ გასწავლოს როგორ დაარეგულირო და დაამშვიდო შენი თავი. ეს უნდა გადაწყვიტო. ამიტომ ჩემთან კლიენტები, სტუდენტები, ვინც მოდიან, პირველი რაზეც ვესაუბრები ეს არის ყოველთვის ნულოვანი წერტილის პოვნა. სადაც როცა ძალიან პლუსში და გაქანებაში არ ხარ და როცა ძალიან მინუსში და დეპრესიაში არ ხარ, აი ნულოვან წერტილს რომ პოვლობ. აი ეს მშვიდია წინარეთ შეიძლება საკუთარი თავის დაბალანსება. თავარია რომ სანამ შენ იმ მანიფესტაციების გაბედვამდე მიხვალ, ეგ დაამანიფესტირო ნერვული სისტემის დაბალანსება. სიმშვიდე. როგორც სიმშვიდე შენს წესებს. შენთვის რა არის სიმშვიდე? აი ფუფუნებას როგორც ვაუბრობ, აი ჩემთვის ფუფუნება მე ვნახე რაც არის და როგორც არის. ანუ ფული ჩემთვის რაღაც ერთ-ერთი ვალუტა არის, რაღაც რაც ვიცი რომ გავაკეთებ მე რო ძალიან მომინდეს, ანუ ყველაფერს ვიზავ. მაგრამ ჩემთვის ფუფუნება რა არის? მე სამყარო ადრეულ ასაკში მანახა. აი ხა მე რასაც თქვენ გიზიარებთ, ჩემთვის ფუფუნება, იმიტომ რომ მე ვზრუნავ ახლა იმ კოლექტიურზე, რომელსაც ახლა ასე ძალიან მაგრად ჭირდებათ მხარდაჭერა. ეს მესიჯი არის მათთვის, ვინც იცის, რომ მეტისთვის არის. მაგრამ აი ვერ გადადის აი ამ მომდევნო ნაბიჯზე. გრძნობ რომ ეს ვიდეო ცოტათი შეგაღებინოთ იმ კარებს, რომლებსაც ასე ძალიან
გაურბოდეთ სითბოს სიყვარულს, ზრუნვას საკუთარ თავზე. და მოდი შევთანხმდეთ, რომ ზრუნვა საკუთარ თავზე არის სიყვარული, საკუთარი თავის სიყვარული. გესურვებთ ყველა თქვენი კაპეტული ოცნების მიღწევა 226 წელს. ვიყვარხართ. თუ მოგწონთ გავსი ფორმატი გამიზიარეთ და უფრო ხშირად ვეცდები გაგიზიაროთ, როცა მოვა ბიძგი გაზიარების. ვიყვარხართ. იზრუნეთ თქვენს თავზე.